აღდგომის მერე 60 კილოს მოიმატებ, საბედნიეროდ ეს უცხიმი არ არის. აქედან დაახლოებით 2-3 კილო შეკავებული სითხე და წყალია და სუფთა ცხიმი, რასაც მოიმატებ, 1 კილოც არ იქნება, მაგრამ დაკლება გაგიჭირდება. კვლევით დადასტურებულია, რომ ყოველი ასეთი დღესასწაულის შემდეგ ადამიანების უმეტესობა 250 გრამს იმატებს და სამუდამოდ. განსაკუთრებული დამნაშავე პასკა, შაქარი, კარაქი და კვერცხი ფორმულაა წონაში მატებისთვის. როცა შაქარი ცხელდება და ცილას უკავშირდება, წარმოიქმნება გემრიელი დაბრაწული გარსი, რაც პასკაში ასე გვიყვარს. ამ რეაქციას მეილარდის რეაქცია ჰქვია. ეს ქმნის არომატს და რაც მეც ჭამ მეტი გინდა, სიმაცხრის შეგრძნებას კარგავ. ამას ჰედონური შიმშილი ჰქვია. ამიტომ ვერ ჩერდები პასკის ჭამის დროს და რა უნდა გააკეთო, რომ აღდგომაზე არ მოიმატო? პირველ რიგში არასდროს დაიწყო პასკით, დაიწყე ხალით ან სხვა ბოსტნეულით და თხილეულით, რომ გლუკოზა და ინსულინი დასტაბილურდეს. შემდეგ ხორციანი და ბოლოს პასკა, ისიც ერთი ნაჭერი. გახსოვდეს, ერთი ნაჭერი პასკა რომ დაწვა დაახლოებით 10 კილომეტრი უნდა გაიარო, რაც პასკის ჭამისგან განსხვავებით ძნელია. მეორე რჩევა არის ჭამე ნელა, ანუ მოусმინე თამადას. როცა სუფრაზე სხვა საუბრობს, შეწყვიდე ჭამა და მოусმინე, ასე ნელა შეჭამ და ნაყროვანების შეგრძნებაც დადგება დაახლოებით 20 წუთში. და მესამე რჩევა, ჭამის შემდეგ იმოძრავე მინიმუმ 20 წუთი, იარე, ივარჯიშე ან სახლის საქმეები გააკეთე. და ყველაზე მთავარი, გახსოვდეს, რომ აღდგომის არსი ბევრის ჭამა არ არის. არამედ ის, რომ ჩვენ ვერთიანდებით დიდი დანაკარგის შემდეგ და ვზეიმობთ, რომ ყველაფერი დამთავრებული არ არის. და მაინც ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და კი აღდგომის მერე დაახლოებით 60 კილოს მოიმატებ და ზოგჯერ დახმარება გჭირდება. და ამ დროს რედიენტი დაგეხმარება. რედიენტი ამცირებს მადას, აძლიერებს ცხიმების წვას, ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას, შედეგად ნაკლებ კალორიას იღებ. მაგრამ ცრუ დაცულობის შეგრძნება არ უნდა გქონდეს. ერთი ნაჭერი პასკის ნაცვლად მთლიანი პასკა არ უნდა შეჭამო. და თუ ერთ ნაჭერს დასჯერდები, რედიენტი დაგეხმარება და აღდგომის შემდეგ იგივე წონაზე ან უფრო ნაკლები იქნები.